კიდევ ერთი რეპრესიული იარაღი ოლიგარქის რეჟიმის ხელში ივანიშვილის მთავრობა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს ქმნის. მალე ოცნებას, რომელმაც სამედიცინო დიაგნოზები არაერთხელ გამოიყენა კრიტიკოსთა დასაშინებლად და დისკრედიტაციისთვის კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი გახდება. იდეა კრემლის მოდელს ეფუძნება. ანალოგიურ რეესტრში რუსეთში ჩინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული. რეჟიმი იდეას უსაფრთხოების ლოზუნგით ფუთავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კი რეპრესიებისთვის გამოყენების რისკებზე მიუთითებენ. დარწმუნებულები არიან, რომ პირადი მონაცემების კონფიდენციალობა დაირღვევა, დახმარების ძიება შეფერხდება და სტიგმა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორ განმარტავენ ქართულ ოცნებაში ამ ახალ რეპრესიულ გადაწყვეტილებას და უფრო კონკრეტულად რას ამბობენ სპეციალისტები? ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. დიახ, თამარ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და სხვადასხვა ადიქციების მქონე პირთა საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნის გამო სპეციალისტთა კრიტიკას ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე დასაქმებული შალვა პაპუაშვილი სპეკულაციას უწოდებს. მიუხედავად სპეციალისტთა მხრიდან დასმული არაერთი უპასუხო კითხვისა, პაპუაშვილი ოცნების მიერ სამი მოსმენით უკვე დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს. ჯერჯერობით ბუნდოვანია თუ როგორ და რა მექანიზმებით აამოქმედებს ამ კანონს ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთ გზის მხილებული წოდებული მმართველი გუნდი, თუმცა ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებსა და ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე არ ემუქრება, რადგან მათ კანონი იცავს. თუმცა დაახლოებით ერთი თვის წინ თავად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული კანონი კი 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. მას შემდეგ რაც ოცნების ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ბაზებს შექმნის. ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია და არ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ ადამიანის ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებმა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციები და მათ შორის ხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები, რომლებიც ახლა პოლიტიკური რაღაც მიზნისთვის იყენებენ ამ საკითხს. ამაზე კიდევ უფრო მეტი სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო უბრალოდ მათ შორის სერვისების გაწევის დროს იღებს ბევრ ინფორმაციას. ამიტომ გვაქვს ჩვენ პერსონალ მონაცემებისთვის დაცვის კანონი, ამიტომ არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც დაცული არის. სპეციალისტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი გელა გელაძის უწყების მიერ ინიცირებული და ახლა უკვე კანონად ქცეული პროექტის არაერთ ნაკლოვანებაზე უთითებენ. მათი შეფასებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების საკითხის ასე გამოყენება არსებითად გააუარესებს მდგომარეობას და მნიშვნელოვნად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის პირადი მონაცემების კონფიდენციალობას, შეფერხდება ასევე დახმარების ძიება და კიდევ უფრო გაძლიერდება საზოგადოებაში სტიგმა, რომელიც ისედაც არსებობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე კატეგორიის პერსონალური მონაცემია, მისი ასეთი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის, რომელიც არ არის შექმნილი სამედიცინო მიზნებისთვის, ქმნის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის რისკსაც. უკვე რამდენიმე წელია მომსახურების სააგენტო ყველა ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ კლინიკას უგზავნის წერილებს, ოღონდ იქ არის პაციენტის თანხმობა, რაც შეესაბამება კანონს, თუ ის თავის დიაგნოზს, ასე ვთქვათ, ხსნის, იმ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაციას გავცემთ. რას ნიშნავს ჯერ რეესტრი, ან ვინ უნდა დაადგინოს, რომელი დაავადება საშიში, ან რომელი არ არის საშიში. ანუ ეს პირდაპირ ურტყამს ორივე დარგს, ან როგორც ნარკოლოგიას, ისევე ფსიქიატრიას, რომ პაციენტი უბრალოდ აღარ მოვა სამედიცინო დაწესებულებაში, ის არ ჩაერთვება ხო დაუშვათ არსად, არ მივა სამკურნალოდ იმის შიშით, რომ ის მოხდება ბაზაში. მანიპულირების და პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმია. რეესტრის არსებობას შეიძლება მქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი, ერთი მოტივი, როგორ გადაიქცეს ადამიანების კონტროლის და რეპრესიის იარაღად. არის ისეთი პერსონალური მონაცემები თითოეულ ადამიანზე, რომელიც ჩემი არჩევანია და რომელიც ჩემი არჩევანი არ არის. ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები არ არის ჩემი არჩევანი. ძელვადიან პერსპექტივაში ვინმეს უფიქრია, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ. არსებობს კვლევები იმ ქვეყნებზე დაფუძნებით, სადაც მსგავსი პრაქტიკა ქონიათ და 30-50%-ით იკლებს მიმართვიანობა
ადამიანების სუიციდის რაოდენობა იზრდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნის ინიციატივა განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ კონტექსტში, როდესაც აღნიშნული ცვლილებები ასახავს რუსულ გამოცდილებასაც, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს ოცნების მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს. მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ ეს ბაზები მუდმივია და იქიდან ადამიანებს არ შლიან, რაც უფლებების გრძელვადიან შეზღუდვას ნიშნავს.